ახალგაზრდა ადვოკატებმა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მონიტორინგის ფარგლებში პირველადი სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ უკვე შეისწავლა CT ინსტიტუტის საქართველოს მიერ 2015-16 წლებში წარმოდგენილი მიწათსარგებლობის გეგმის საპროექტო მომსახურების ანგარიში და აცხადებს, რომ პროექტს საზოგადოებრივი ჩართულობა აკლია. ამასთან კაიკაციშვილი ამბობს, რომ ავტორ ორგანიზაციას დღემდე დაინტერესებულ პირებთან გამართული შეხვედრის ან დისკუსიის შესახებ არც ერთი ოქმი არ წარმოუდგენია. შესწავლილი დოკუმენტაციის წარმოდგენილი ანგარიშების თანახმად აღნიშნული დოკუმენტს მნიშვნელოვნად აკლია საჯაროობის კომპონენტი. ის არ არის ხელმისაწვდომი საზოგადოების ყველა წევრისთვის. შესაბამისად, დოკუმენტს აკლია საჯაროობის უზრუნველყოფა, რაც ერთი მხრივ კანონის მოთხოვნა, მეორე მხრივ კი დოკუმენტის ავტორთა თავდაპირველი დაპირება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში დოკუმენტის ხელმისაწვდომობისა და მისი საჯაროობის თვალსაზრისით მთლიანად არღვევს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.